გამარჯობა. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეც საინტერესო გაშლა, რომელიც მხოლოდ ინდივიდუალურ ადამიანებს არ ეხება, არამედ ცოტა უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდეთ და მოდით ვკითხოთ ტაროს, როგორი იქნება 2025 წელი საქართველოსთვის. ნახოთ, აბა, რას გვეტყვის ტარო. იქნება მარტივად 25 წელი. იქნება ისეთი სიტუაცია, ისეთი სურათი, თითქოს გამოსავალს, რომ ვერსად ვერ ხედავს ადამიანი. ალბათ ისეთი, როგორც ახლა არის, ხო? ეს ინდივიდუალურია, მაგრამ ეს ზოგადად რომ ვთქვათ, შეგრძნება იმისა, როდესაც არ იცი ადამიანმა საით უნდა წახვიდე, ვერ ხედავ მომავალს, ვერ ხედავ გამოსავალს, არ გაქვს შენ კითხვებზე პასუხი, ხელფეხშეკრული გაქვს. მოქმედების გეგმასაც ვერ ხედავ და აზრსაც ვერ ხედავ მოქმედებისას. ანუ საშუალებაც არ გაქვს რომ იმოქმედო, იმიტომ რომ ფიზიკური მნიშვნელობით, ემოციურად, მენტალურად ხელფეხშეკრული არის თითქოს ადამიანი. აი ესეთ იქნება მომავალი წლის დასაწყისი. მაგრამ აი ამ შეგრძნებების მიუხედავად, მინდა გითხრათ, რომ ეს იქნება უფრო შეგრძნება ვიდრე რეალობა. და უნდა გავაცნობიეროთ ის, რომ მაინც ძალა ჩვენ ხელშია და თუ ადამიანი მოინდომებს, მას შეუძლია რომ თვალიდან საბურავიც მოიხსნას, ხელნებიც გაინთავისუფლოს და დაბრკოლება გადალახოს და გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომ გამოვიდეს აი ლაბირინთიდან უსაფრთხოდ. და ამისათვის უნდა გავიაზროთ ჩვენ ისიც, რომ დაგვჭირდება პარტნიორი, დაგვჭირდება ადამიანი, რომელიც ჩადებს ამ ყველაფერში ძალისხმევას, ისეთივე ძალისხმევას, რასაც ჩავდებთ ჩვენ, ანუ თანაბრად პარტნიორი, რომელიც იქნება თანაბარი ჩვენთან, ჩვენთვის თანაბარი ადამიანი, პარტნიორი, თანაბარი, რომელიც იგივე ძალისხმევას შადებს, იგივე ემოციას შადებს, იგივეს გაიღებს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, აი საქართველოსთვის, ხო? ანუ პარტნიორობის მნიშვნელობა უნდა გავიაზროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და ასეთი კიდეც გამოჩნდება. და იქნება დაბრკოლებები, იქნება გამოწვევები და უნდა ავისოთ ძალით, უნდა ავისოთ შემართებით, რომ აი ეს დაბრკოლებები უკვე თითქმის ბოლოში გასულებმა, ეს დაბრკოლებების კიდე ახალი ტალღა წამოვა, რაღაც გამოწვევების ახალი ტალღა წამოვა და კარგად უნდა დავინახოთ, რომ აი თითქმის ფინიში გასულს რა გვჭირდება, რა უნდა დავიმატოთ, რა სკილი, რა უნდა შევიძინოთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ბოლოში გავიყვანოთ და ჩვენს მიზანს მივახციოთ და აი ამის შემდეგ, როცა ამას გავიაზრებთ, ამის შემდეგ უკვე დასტაბილურდება სიტუაცია და დამშვიდდება და მივიღებთ ისეთ საქართველოს, როგორიც გვინდა. როგორც თითოეულ ჩვენგანს უნდა მყუდროს ემოციები, დადებითი ემოციებით სავსეს, სადაც ყველა ბედნიერია, ყველა გახარებულია, ხო, ზღაპარი ვიჭერს, მაგრამ ესეთი ზღაპრული კარტი ამოვიდა, რომელიც არის ოჯახური სიმყუდროების, ოჯახური ბედნიერების და სიყვარულის ამსახველი კადრი. ამ ოჯახს აქვს ყველაფერი, რაც მათ სჭირდება, აქვთ ბედნიერება, სიყვარული, სილაღე, ახალი ენერგია, მშობლების ერთად დგომა და მოსიყვარულე ბავშვები. ზურგს უკან კი სახლი, ციხესიმაგრე, წინთასების ემოციები, სიმშვიდე, ბარაქა, ყველაფერი აქვთ მათ. მოკლედ აი ესეთი საქართველო გველოდება, ოღონ მას მერე რაც გარკვეულ დაბრკოლებებს გადავლახავთ. ყველას გისურვებთ ბედნიერ, შვიდ, გაბრწყინებულ ქვეყანაში ცხოვრებას. მადლობა.